მოგესალმებით. ქართული ოცნება აგრძელებს სოციალური სისტემის პოლიტიკური ბიზნესისთვის გამოყენებას და სოციალური დახმარების სისტემას მთლიანად პოლიტიკური დღის წესრიგის სამსახურში აყენებს. 2026 წლის მაისის მონაცემების მიხედვით საქართველოში რეგისტრირებულია 605,033 სოციალურად დაუცველი მოქალაქე, ვინც იღებს სახელმწიფო შემწეობას. მხოლოდ მიმდინარე წლის იანვრიდან საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 105,000 ადამიანით შემცირდა, ხოლო ხელისუფლება მათი რაოდენობის კიდევ უფრო შემცირებაზე საუბრობს. რამდენიმე კვირის წინ ირაკლი ყობახიძემ თავად აღიარა, რომ 2022 წლიდან დღემდე სოციალურ დაუცველთა დასაქმების პროგრამაზე 376 მილიონი ლარი დაიხარჯა და 30,000 ეგრეთ წოდებული სამუშაო ადგილი შეიქმნა. ეს ნიშნავს, რომ ასობით მილიონი ლარი გაიფლანგა, ისე რომ სიღარიბის შემცირების თვალსაზრისით შედეგი არ მიგვიღია. ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ ქართული ოცნება სახელმწიფო ბიუჯეტის საზოგადოებრივი კეთილდღეობის ინსტრუმენტად კი არა, პარტიულ რესურსად განიხილავს. ძალიან მძიმე აღსაქმელია და მარტივი პოლიტიკური პასუხი სჭირდება ამ ყველაფერს. ან 100,000-ით შემცირება სოციალურად დაუცველი ადამიანთა რაოდენობის ასეთ მოკლე დროში. ნიშნავს რამოდენი რამეს. ერთი, ეს არის, რომ ეს ადამიანები ხელოვნურად იყვნენ დამატებული და ხელოვნურად იღებდნენ დახმარებას, პოლიტიკური ნიშნით თუ სხვა მიზნით, კორუფციული თუ ასე შემდეგ, ანუ ასობით მილიონი ლარი იფლანგებოდა ამაში, ან ირაკლი ყობახიძემ გადაწყვიტა, რომ საქართველოს მოქალაქეები, რომელიც უკიდურეს სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობენ და აქვთ შემწეობაზე დამოკიდებულები არიან, ისინი შეამცირა 100,000 და 100,000 ასეთ საქართველოს მოქალაქე უკიდურეს სიღარიბეში ჩააგდო, ისე რომ სახელმწიფო მათ არ ეხმარება. პირველი შემთხვევაშიც და მეორე შემთხვევაშიც ამას სჭირდება შესაბამისი პოლიტიკური პასუხისგებლობა. პირველი შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისგებლობა, რომ 100,000 ადამიანი ტყუილად იყო ჩაწერილი საქართველოს ბიუჯეტით დაფინანსებულ სოციალური დახმარების პროგრამაში. მეორე შემთხვევაში ეს არის პოლიტიკური პასუხისგებლობა საქართველოს იმ 100,000 მოქალაქისადმი, რომელსაც სჭირდება სახელმწიფოს დახმარება, მაგრამ სახელმწიფო არ ეხმარება. ამას ემატება ის 30,000 კაციანი აბსოლუტურად მოგონილი და ფალსიფიცირებული სახელმწიფო დასაქმების პროგრამა, რომელზეც პლუს კიდე 400,000-მდე ლარი არის დახარჯული. ჯამში ჩვენ ვიღებთ ქართულ ოცნებას 15 წლის თავზე ხელისუფლებას, რომელსაც ყველაზე მეტი საქართველოს მოქალაქის გადასახადები გაფლანგა და საქართველოს ბიუჯეტი არამიზნობრივად ხარჯა. მადლობა.